დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი, რომელსაც მივესალმები. ლევან, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. თქვენს სივრცეში, სოციალურ ქსელშიც რამდენიმე კომენტარი ვნახეთ თქვენი, რომელიც ეხმაურება კანონს, რომელიც ხელისუფლებამ ისევ შემოაბრუნა განსახილველად. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდათ ღიაობა, გამჭვირვალობა და რაღაცას მალავენ. უფრო შორს მიდიან ამ განცხადებებში, მაგრამ მე მინდა რომ თავდაპირველად როგორია თქვენი პასუხი, როგორია თქვენი შეფასება, რისთვის გადაწყვიტეს თავიდან ამ კანონპროექტის შემოტანა და რამდენად წონადი არგუმენტია გამჭვირვალობის არგუმენტი. მოგესალმებით დიანა, საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად წონად არგუმენტებს ჩვენ არ ვისმენთ ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ვერ ვისმენთ ხოლმე მათგან. ძირითადად საქმე გვაქვს ხოლმე დემაგოგიასთან. რა არის დემაგოგია? დემაგოგიის მიზანია, რომ ტყუილი არგუმენტებით, თითიდან გამოწვეული არგუმენტებით მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას და თავიანთ სიყალბეში დააჯერონ რიგითი მოქალაქეები. აი მე ახლა წაგიკითხავთ თქვენი ნებართვით ბატონი გიავოლსკის, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ, რაც არ უნდა თქვან, ძალიან კარგი კაცია ჩემი აზრით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აფხაზეთის კონფლიქტს და ოსეთის კონფლიქტს იცნობს და დღემდე ერთადერთი დეპუტატია, ვინც აი ამ თემაზე სერიოზულად მუშაობს. აი ბატონი გიავოლსკის ციტატას წაგიკითხავთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის მაინც აუხსენით ხალხს, რას მალავთ. რისი გამჟღავნება არ გინდათ. რა არის ისეთი პროგრამა, რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ისედაც დაცემულ ავტორიტეტს. რატომ არ გსურთ დეკლარაციების გასაჯაროება? ბატონ გიავოლსკისაც, მთელს ქართულ ოცნებასაც, მის მხარდამჭერებსაც და მთელ ქართულ საზოგადოებასაც, თუ მაქვს ამის უფლება, ვეუბნები, რომ ჩვენ მზად ვართ შევავსოთ დეკლარაცია. ჩვენ მზად ვართ გავასაჯაროთ ჩვენი აუდიტის დასკვნა. ბევრ ორგანიზაციას, მათ შორის იმ ორგანიზაციას, სადაც მე ვმუშაობ, გასაჯაროებული აქვს ეს აუდიტის დასკვნა. ჩვენ მზად ვართ წელიწადში ერთხელ შევავსოთ ნებისმიერი ტიპის ფინანსური დოკუმენტი და დამატებით მივაწოდოთ ცალკე ხელისუფლებას და ცალკე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია იმ კანონების ცვლილებით, რომლებიც უკვე მოქმედებს. 11 თუ 12 კანონი არეგულირებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ეს არის თქვა გრანტის შესახებ კანონი, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ კანონი. ანუ ტყუილია, რომ ჩვენ არ გვინდა რამის გასაჯაროება. შეიძლება მილიონი არასამთავრობო ორგანიზაციიდან 3-ს და 4-ს არ უნდოდეს რამის საჯაროდ თქმა და რაღაცის წვენოდეს და რაღაცას მალავდეს. მაგრამ უდიდესი უმრავლესობა მზად არის ღიაობისთვის, მზად არის გამჭვირვალობისთვის. ასე რომ მეგობრებო, გატყუებენ, ვინც გეუბნებათ თქვენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს 95%-ს არ უნდა რომ გაასაჯაროს თავისი ფინანსებით. მოდით, შეგვამოწმეთ, არაფრის არ გვეშინია, არაფერი დასამალი არ გვაქვს. მეორე საკითხი, რაც თქვენ მკითხეთ, დიანა, რომ რა მიზანი აქვს ამ კანონის მიღებას? უამრავი მიზანი აქვს. ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაგვყაროთ. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად გამოაცხადოს იმათ, რა ქვია, უცხოეთის აგენტებად, უცხოეთის ინტერესების ძალის გამტარებად. შეიძლება მართლა არის არასამთავრობო ორგანიზაციებში, თქვათ, ისეთი ჯგუფები, რომლებიც დესტრუქციულები არიან. მათ მოსათოკად არსებობს სპეციალური სამსახურები, ხო? სუსი და ასე შემდეგ. თუ ისინი რამეს აშავებენ ამ ქვეყნისთვის, მოაქვს, თქვათ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, აგერ უმძლავრესი სტრუქტურები გვაქვს ყოველ შემთხვევაში საბიუჯეტო. ლევან, შენი აზრით, რატომ არ წავიდნენ 11 თუ 12 კანონში ცვლილებების გზით და შემოაბრუნეს აგენტების არქვია, მაგრამ აგენტის განმარტება თუ კი რამეა, სწორედ ის არის სათაური ამ კანონპროექტის. იმიტომ რომ არ უნდა დარჩეს არც ერთი თავისუფალი უჯრედი ამ საზოგადოებაში. პოლიტიკური პარტიები მოსპეს სამოქალაქო საზოგადოების ბევრი ინსტიტუტი, არავის ამ ქვეყანაში ავტორიტეტი აღარ დარჩა, ყველა დამოკიდებული არის ივანიშვილზე და მის კაპიტალზე და ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ახერხებს
რომ დამოუკიდებლად ზოგი, თქვათ, ევროპის ქვეყანათა მხარდაჭერით, ზოგი შეერთებული შტატების მხარდაჭერით, რომ რაღაც ივანიშვილის გარეშე გააკეთოს ქვეყანაში, აი ეს ჯგუფები უნდა განადგურდნენ, მოისპონ, უნდა იყვნენ მასობრივი კონტროლის ქვეშ. და მეორე მიზანი არის ის, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნებისკენ, სადაც უნდა იყოს აბსოლუტური პოლარიზაცია. ქართულ ოცნებას უნდა რომ გაამარტივოს სიტუაცია. მას უნდა თქვას, რომ ერთ მხარეს არის ქრისტიანობის მცველი რაინდები, ჯვაროსნები, ქართული ოცნების სახით და მეორე მხარეს არიან გარყვნილები, ორგიის მონაწილეები, აგენტები, უცხოეთიდან წამოსული ხალხი და ასე შემდეგ. და მესამე და მთავარი მიზანი, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, არის ის, რომ ქართული ოცნება უკვე მერამდენედ მიზანმიმართულად თავს ესხმის ევროკავშირს და საქართველოს დასავლურ არჩევანს. არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლეთის მონები, არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ დასავლეთი არ უნდა გავაკრიტიკოთ. პირველი მე გავაკრიტიკებ და გაცილებით უფრო სერიოზული არგუმენტებით ვიდრე მათ აქვს, მაგრამ ესაა საქართველოს სტრატეგიული არჩევანი. სამწუხაროდ საქართველოს მარტო ვერ იქნება, პატარა ქვეყანაა, მას ჭირდება მოკავშირე. ჩვენ მოკავშირეთ რუსეთი არ გამოდგება, დაგვიპყრო, გაგვანადგურა, მიწასთან მოგვასწორა. ჩინეთი არ გამოდგება, შორსაა, სხვა კულტურაა, უცხო კულტურაა. ერთადერთი ბუნებრივი პარტნიორი, სადაც პატარა საქართველოს, პატარა მალტას, პატარა სლოვენიას შეიძლება პულსი ესინჯებოდეს. ეს არის ევროკავშირი. და აი ამ მიმართულებით ქართულ ოცნებას არ უნდა საქართველოს, ასე ვთქვათ, პროგრესი. უნდათ რომ იყვნენ ესეთ გაყინულ ურთიერთობებში, ლევან, თქვენ ახსენეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, რომელთაც არის ქართული ოცნება დაინტერესებული, რომელიც არის მისი რაღაც მუდმივობის მთავარი გარანტი ამ დრომდე ყოველ შემთხვევაში და რომელი რითიც შემოვიდა ის საერთოდ ქართულ პოლიტიკაში პირველივე მის ინტერვიუში ამბობს რომ ჩემი დაკვეთა, ჩემი მიზანია სრული პოლარიზება, ან ჩემსკენ ხარ, ან ივანიშვილ, ან სააკაშვილისკენ, მოკლედ ასე შუის გაკრეფის ეს თეორია, როდესაც შემოიტანა, მაგრამ ახლა იღებს თავად ხელისუფლება ვითარებას, როდესაც არა მხოლოდ რაღაც ბაბლში ეტევა ეს პროტესტი და პრობლემა, სადაც ისეთი ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ მათი მეორე მხარეს, რომლებიც ახლა მეტნაკლები ავტორიტეტები არიან ამ ქვეყანაში, რეჟისორები, მსახიობები, სპორტსმენები, აი რამაც გადატეხა თუნდაც შარშან 1 წლის წინ აი პოლიტიკური ცხოვრების და ამ კანონის ბედიც და მას უკან მოუხდა წახება. აი რატომ თამაშობს საზოგადოების ნებისყოფით? შარშან ხომ გამოსცადა, როგორ ვთქვათ, მოუწია ნაბიჯის უკან გაკეთება. ძალაუფლება მარტო კი არ უყნის ადამიანებს, არამედ ძალაუფლება ადამიანებს უქმნის გარკვეულ ილუზიებს. როცა 12 წელია ხელისუფლებაში ხარ, 12 წელია ვერავინ ძრავერ გიყო შენი სავარძლიდან, ამ დროს გექნება ილუზია, რომ თუ ამდენი ხანი გავძლე, თუ ყველა საკითხი გადავაგორე, თუ ყველა გამოცდა სამიანზე მაინც ჯავაბარე და ხელისუფლებაში დავრჩი, ეხლაც შევძლებ იმავეს, ეხლაც გადავაგორებ ამ საკითხს, ანუ ილუზიებს იქმნიან საკუთარი, ასე ვთქვათ, ძალაუფლებისგან, თან აქვთ ძალიან მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა. თუ ვთქვათ, თამრიკო კინწურაშვილს, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ღირსეული ადამიანი არ არის, შეუძლია Facebook-ზე დაბლოკოს ქართული ოცნების ბანერები, ქართულ ოცნებას შეუძლია ის, რომ ავტობუსის გაჩერებას ფერი დაუკარგოს. დღეს დილას ავტობუსის გაჩერებაზე რო გამოვედი და შავი რო იყო ავტობუსის გაჩერება, დავხვდა თეთრი. იმიტომ რომ აჭრელებული იყო სხვადასხვა პროკლამაციები და ასე იყო ბაგებში, ვაკეში, თელ თბილისში ასე იყო აჭრელებული, ხო? მერე ტელევიზიები აქვს უამრავი. მერე შეუძლია კინწურაშვილის კვალს ხედავთ Facebook-თან დაკავშირებით, რატომ თუ ვინც არიან ფაქტ-ჩეკი თუ კინწურაშვილი და ასე შემდეგ, შეუძლია ხო ამბობენ თვითონ ოცნების წარმომადგენლები, რომ აი ჩვენ გვიზღუდავენ სიტყვასო. აქეთ აქვს ამათ უმძლავრესი პროპაგანდისტული მანქანა. დღეს ერთი პოსტი დავწერე კახა კალაძეზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ასევე ძალიან უღირსად მოიქცა, რომ თავს დაესხა მართლა ქართული გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს.
მართლაც. ნამდვილად. ეს ზუსტად იცის, რომ მარტო პენალი არ ყოფილა ქოჩორაშვილის ასევე მიღწევა. მისი მიღწევა იყო მთელი თამაში, თავდაუზოგავი მოძრაობა, სივრცეების ჩაკეტვა და ასე შემდეგ და ამ კაცს მარტო იმიტომ დაესხა თავს, რომ თავისი დიშვილის ევროკავშირის დროშიანი ფოტო ატვირთა ინსტაგრამზე. ეს ნორმალურია ეხლა? ანუ ერთ სიტყვის ამოღების უფლებას არ გვაძლევენ. არ გველაპარაკებიან. მე მზად ვარ, თუ ოპოზიცია არ არის მზად, მე ჩემ თავს მარტო არ გულისხმობ. უამრავი ადამიანი მზად არის, რომ აი განვიხილოთ ეს საკითხი. ჩვენ მზად ვართ გამჭვირვალობისთვის, სხვა კანონებით მივიღოთ ეს გამჭვირვალობა, უფრო რთული მექანიზმები შევქმნათ, რომ ღია გახდეს ჩვენი ცხოვრება, ღია გახდეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. რატო არ საუბრობენ ამ დეტალებზე ჩვენთან ერთად? იმიტომ რომ ჩვენ არგუმენტები გვაქვს, ჩვენ უკან დავახევინებთ მათ. და ადვილი არის იმ ხალხთა ლაპარაკი, რომელთა ერთადერთი არგუმენტია, რომ ეს არის რუსული კანონი. და ძალიან ცუდად იქცევიან და ეს რეზინას წელავენ ბოლომდე, ზამბარას წელავენ ბოლომდე და ეს ცუდად თავდება ხოლმე. არა მარტო რა არის რუსული? კი ბატონო, თქვენ რა არის რუსული ამ კანონპროექტში მითხარით, ასეთია მდინარაძის განმარტება. მდინარაძის ეს თქვა კითხვა, კონტრშეკითხვა, რომ აი ამიხსენით, ერთი პუნქტი მაინც ამიღა, ვერავინ ვერ მიხსნის, ამბობს ის. რა შეგიძლიათ უთხრათ ამ კითხვის პასუხად? ჩვენ ხო არა ვართ დიანა, საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთაც აქვთ დემოკრატიის და რესპუბლიკური სისტემაში ცხოვრების მრავალასწლეულიანი გამოცდილება ზოგიერთ მათგანს, ხო? ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. შესაბამისად, მაგალითებს ვიღებთ პოსტსაბჭოთა რეალობიდან. 2012 წელს, როდესაც რუსეთში პირველად მიიღეს მსგავსი კანონი, ძალიან უწყინარი კანონი იყო. ჩვენს კანონს გავდა ძალიან. არაფერს, ასე ვთქვათ, არაშავებდა დიდად თითქოს. ვთქვათ, კერძო პირებს, ინდივიდუალურ პირებს. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პროფესიულ დონეზე შემიძლია აღხსნა. ავტორიტარიზმი არ მყარდება ერთბაშად. რო დღეს ესე იგი ორშაბათს იყო დემოკრატია და სამშაბათს ავტორიტარიზმი ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ავტორიტარიზმი ყალიბდება ნელ-ნელა და რუსეთმა 2012 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ასევე უწყინარად გამოიყურებოდა, დააშენა სხვა რეგულაციები. ანუ შეიქმნა ფუნდამენტი იმისთვის, რომ მასზე შემდეგ დაეშენებინა სხვა რეგულაციები და ამ ფორმით უკვე შეევიწროვებინა არა მხოლოდ მედია, არა მხოლოდ ასე ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციები, არა მხოლოდ გამომცემლობები, არამედ მწერლები. ხო, დღეს ის ბორის აკუნინი არის ტერორისტი. ბორის კაგარლიცკი, დიდი სოციალისტი დისიდენტი რუსეთის, დაკავებულია მარტო იმიტომ, რომ Facebook-ზე რაღაცა სტატუსი ატვირთა და ასე შემდეგ. ანუ რუსული ამ წუთას არ არის და მეორეც ერთი ეს სახელდებები მე არ მომწონს, მაგრამ მე გეუბნებით როგორია პოსტსაბჭოთა გამოცდილება. ესეთი ფუნდამენტის შექმნის შემდეგ ამდიდრებენ ამ კანონს ხოლმე სხვა მექანიზმებით და მიდიან ავტორიტარული ტენდენციებისკენ. რა ეს ასე არ არის? რამეს ტყუილს ვამბობ, შევამოწმოთ, ამაზეც ვისაუბროთ. ამაზეც ასე ვთქვათ, უკან დამხევი ჩვენ არა ვართ, მაგრამ ამაზეც არ საუბრობენ, არ გამოდიან კომუნიკაციაზე, არიან ჩაკეტილი მარტო, ლანძღავენ ერთმანეთს, ყვირიან და არ უნდა ლევა, როგორ ხედავთ, აი, როგორ ხედავთ ვითარების გაგრძელებას? შეიძლება რომ უკან მოუხდეთ წაღება, ანუ გაიმეორონ შარშანდელი მარტის გამოცდილება, თუ ფიქრობთ რომ რაღაც ამჯერად ყველაფერს გააკეთებენ, რომ მიიღონ ეს კანონი? მე ძალიან მიყვარს ხოლმე ილია ჭავჭავაძის ერთი გამონათქვამი. ხშირად იყენებდა ის ხოლმე თავის პუბლიცისტურ წერილებში. ქაღალდზე, იმაზე, ყინულზე დაწერილი თამასული. ანუ მე პირობას გაძლევ და ამ პირობას ვწერ ყინულზე. და ის ყინული დილას მზერო ამოვა გადნება და ის პირობა არავის აღარ ახსოვს. აი ასე მოუცია ჩვენთვის უამრავჯერ პირობა და უკან წასულა ეს პირობები, აორთქლებულა ეს პირობები. ქართული ოცნების მიზანია რომ ჩვენ გვითხრას რომ არაფერზე უკან არ დავიხებ, არაფერს არ დავთმობ. რასაც დაგპირდები, ერთ ნაბიჯს უკან გადამადგმევინებ, ხვალ ორ ნაბიჯს წინ გადავდგავ. მე ვარ აბსოლუტური მართველი და არავის არაფრის უფლება არ აქვს. ნუ გვეწინააღმდეგებთ. ესაა მათი ლოგიკა და ეხლა შეიძლება რაღაცაზე უკან დაიხიონ, მაგრამ მე ორმაგად
უკან შემოგვიტრიალებენ და ძმრად ამოგვანდენენ ცხვირში, იმიტომ რომ არავის ისინი პატივსაცემად არ თვლიან. კაი, ოპოზიცია საზღარია, კი ბატონო, კარგი 5 NGO არ ვარ გადა ბოროტები არიან და მონაჯის აფინანსებენ და რაღაც ესე ცისულელებს აკეთებენ, კი ბატონო, მაგრამ დანარჩენი საზოგადოება მარტო ამათგან ხო არ შედგება და ესე იგი აგენტება თუ და გამოაცხადო ყველა, ვინც რაღაცას აკეთებს ამ ქვეყნისთვის და დიანა კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს არასამთავრობო სექტორი დაფინანსებას უცხოეთიდან იმიტომ იღებს, რომ ეს ქვეყანა 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე გამოხრეს, არაფერი არ დატოვეს. ერთი საწარმო არ არსებობს ამ ქვეყანაში, რომ სამოქალაქო საზოგადოებას დაუჭიროს მხარი, მოსპეს მთელი ეკონომიკა, პრივატიზაციით გაიტანეს და ჩაუგდეს სხვადასხვა დაწესებულებებს ხელში. არავინ არ არის აქ დამფინანსებელი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მიცოცხლოს. თორემ მე კი არ მეხალისება მაინც და მაინც ლევან, დიდი მადლობა, ლევან, ძალიან დიდი მადლობა. დავამატებ და დიანა, ძალიან მოკლედ დავამატებ. და გამჭვირვალობაზე საუბარია კიდე სამარცხვინო მათი მხრიდან, იმიტომ რომ დღეს გაუმჭვირვალეა ვის ჯიბეში მოდის მაგალითად ჭიათურ მანგანუმის მოგება. დღეს გაუმჭვირვალეა მაგალითად მარინა ხატიაშვილს რო ასახლებდნენ კეკელიძის ქუჩაზე, მევახშეები იმ მევახშეებს რამდენი ბინა აქვთ აღებული, რამდენი ოჯახი ყავთ გაუბედურებული. ყველაფერი გაუმჭვირვალეა ამ ქვეყანაში და მაინც და მაინც მიადგნენ იმ სექტორს, რომელიც გეუბნებათ, რომ მოდით შეგვამოწმეთ, ჩავაბარებთ დეკლარაციას, წელიწადში ერთხელ ოღონდ აგენტს ნუ მეძახი, უცხო ძალის წარმომადგენელს ნუ მეძახი, იმიტომ რომ მე ვემსახურები ამ ქვეყანას და მის სამსახურში და ამ რეგიონის სამსახურში ვდგავარ. ლევან, ძალიან დიდი მადლობა. ლევან ლორთქიფანიძეს უსმენდა ჩვენი მაყურებელი, მე მას დავემშვიდობები, მაყურებელსაც დავემშვიდობები, ხვალ 6 საათზე შევხვდებით ერთმანეთს.